კიდევ ერთხელ მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას დღის თემა, მე ვარ მისი წამყვანი თამთა სანიკიძე. კიდევ ერთი რეზონანსული სისხლის სამართლის საქმე, რომლის ფიგურანტი ამჯერად ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია. გერმანიაში მყოფ მთავრობის ყოფილ მეთაურს ბრალს დაუსწრებლად წაუყენებენ. გამოძიების საგანია 2019 წლის 20 ივნისს განვითარებული მოვლენები და ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანაში 2019 წლის აგვისტოში პოლიციის საგუშაგოს გახსნა. ექს-პრემიერს 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პარტია, რომელმაც საპარლამენტო ბოიკოტის შეცდომად გამოაცხადა და 1 წლის შემდეგ პარლამენტში შევიდა, პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს. 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ციხეში სისხლის სამართლის ახალი საქმეები პოლიტიკური აქტორების მიმართ 3 პარტიის ასაკრძალად საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი. გაყოფილი პოზიციები ოპოზიციურ ფლანგზე და გაძლიერებული საერთაშორისო ზეწოლა, რომელიც მწვავე ანგარიშებში, რეზოლუციებსა თუ განცხადებებში გამოიხადება. რა გზებით და სტრატეგიით ესახება ამ მოცემულობაში ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა ოპოზიციას, რომლის ნაწილი პარლამენტსა და საკრებულოებშია წარმოდგენილი, მეორე ნაწილი კი ბოიკოტის რეჟიმში რჩება. რატომ დაიწყო 6 წლის შემდეგ გამოძიება ოპოზიციაში გადასული ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ, რომელიც 20 ივნისის მოვლენების და ჩორჩანას ეპიზოდის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრობიდან პრემიერის პოსტზე წარადგინეს. რა არგუმენტები აქვს ხელისუფლებას პოლიტიკური რეპრესიების ბრალდების გასაბათილებლად და როგორ წარმოუდგენია ევროინტეგრაციის პროცესი, როცა დღეს ევროკავშირის ელჩმა პირდაპირ თქვა, რომ ევროკომისიის ბოლო მწვავე ანგარიში გამოღვიძების ბოლო ზარი იყო. ამ თემებზე ვისაუბრებთ დღევანდელ გადაცემაში. ჩვენი სტუმრები იქნებიან გიორგი გახარიას პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი პარლამენტარი გიგა ფარულავა, პარტიის კანონი და სამართალი ლიდერი თაკო ჩარკვიანი და ქართული ოცნების წევრი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე. გადაცემას ვიწყებთ გიგა ფარულავასთან საუბრის. გიორგი გახარიას პარტიის წევრი არის ჩვენი სტუმარი. ბატონო გიგა, საღამოშტობის მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებ მაყურებელს. პირველ რიგში თუ გქონდათ უკვე კომუნიკაცია თქვენს ლიდერთან, როგორია მისი პოზიცია, რამდენად მოსალოდნელი იყო ის განცხადება და გადაწყვეტილება, რომელიც დღეს ჩვენ მოვისმინეთ? რა თქმა უნდა, ჩვენ გახარიასთან კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს, შესაბამისად გქონდა კომუნიკაცია დღესაც. რაც შეეხება პროკურატურის ამ ბრიფინგს და ამ გადაწყვეტილებას, ჩვენ რა თქმა უნდა ეს ჩვენთვის მოულოდნელი არ იყო, ამის მოლოდინი გქონდა. ჯერ კიდევ გახსოვთ საზოგადოებას ახსოვს ივანიშვილის მიერ საპარლამენტო არჩევნების წინ რამდენიმე დღით ადრე გაკეთებული მისი პირადი განცხადება, როდესაც ის პირადად დაემუქრა გიორგი გახარიას, ასევე დაემუქრა ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს და დღეს, რა თქმა უნდა, ეს პროცესი არის ამის გაგრძელება. ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ ხაზგასმით, რომ ეს პროცესი, პროკურატურის ეს განცხადება არის ივანიშვილის პირადი შურისძიება და იმ აბსურდული ბრალდებით, რაც შეეხება როგორც ჩორჩანას ნაწილს, ასევე 20 ივნისის ნაწილს, გიორგი გახარიას წინააღმდეგ მას ბრალსდებენ და ადანაშაულებენ პირველ შემთხვევაში ჩორჩანას ნაწილში იმაზე, რომ გახარიამ როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა დაიცვა ჩვენი ამაზე რომ კითხოთ, ნახეთ, თქვენ სანამ უფრო კონკრეტულად ამ ეპიზოდებზე კითხავთ, რას ედავებიან ყოფილ პრემიერს, მაინც მანამდე მუდმივად არის ეს თემა, სპეკულაციების საგანი, რომ გიორგი გახარია გაექცა პასუხისმგებლობას, რომ თავს არიდებს მართლმსაჯულებას და ცალსახად გაქცევად ფასდება მმართველი გუნდის მხრიდან მისი ნაბიჯი, მისი გადაწყვეტილება, რომ რამდენიმე თვის წინ წასულიყო ქვეყნიდან. აპირებს დაბრუნებას, რატომ წავიდა საქართველოდან? გაგცემთ ამაზეც პასუხს, დავასრულებ რასაც საუბრობდი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენთვის ნამდვილად არ იყო ეს მოულოდნელი, რა განცხადებაც გაავრცელა დღეს პროკურატურამ, რაც შეეხება ამ შემთხვევაში ოცნების ნარატივს, სამწუხაროდ ოცნების ნარატივი და ნაციონალური მოძრაობის ნარატივი გაქცევასთან დაკავშირებით ერთმანეთს ემთხვევა. ჩვენ ნამდვილად თუ გადავხედავთ იმ წარსულს, რასაც ვამბობდი, პირველი ივანიშვილის მუქარიდან დაწყებული, შემდეგ საგამოძიებო კომისიით გაგრძელებული ჩვენთვის ნათელი იყო, თუ რა გზით მიდიოდა ქართული ოცნება ამ მიმართულებით და დღეს ფაქტიურად მათ განაცხადეს, ესენი ბრალსდებენ გახარიას ჩორჩანას ნაწილში ქართული მიწის დაცვაში, ხოლო 20 ივნისის ნაწილში ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვაში. დამნაშავე არ მიიჩნევს, აი ნახეთ, უფრო ეპიზოდებზე მალე გკითხავთ, თუ თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ეს არაერთხელ განკიცხადებიათ თქვენ პირადად მასაც, რატომ არ ბრუნდება მაშინ საქართველოში და გახარია დაბრუნდება მაშინ, როდესაც ჩათვლის საჭიროდ და წეღან როგორც თქვი ისე, ამ შემთხვევაში, როგორც ოცნების, როგორც არა მარტო ამ შემთხვევაში, ბევრ შემთხვევაში, ოცნების და ნაციონალური მოძრაობის ნარატივი ემთხვევა ერთმანეთს, თუნდაც გაქცევასთან დაკავშირებით, გახარია, როდესაც ჩათვლის საჭიროდ დამერწმუნეთ, ის აუცილებლად იქნება საქართველოში
საქართველოში და ამის შესახებ საზოგადოება მისგან ამას ნამდვილად გაიგებს. დღეს ეს მოცემულობა გვაქვს, ანუ გახარიამ. მოკლევადაში არ აპირებს ის ქვეყანაში ჩამოსვლას, ხო? აი თქვენ როგორ ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება, შესაბამისად, როდესაც ის გადაწყვეტს ჩამოვიდეს საქართველოში, ის აუცილებლად ამის შესახებ საზოგადოებას აცნობს და გაიგებს საზოგადოება. ახლა დღეს იქნება, ხვალ იქნება, ამაზე ბუნებრივია, ჯერ არ გვაქვს საუბარი, ხო? ეხლა რაც შეეხება კონკრეტულ ეპიზოდებს რომ გავყვეთ, მთავარი ბრალდება რაც დღეს გააჟღერეს პროკურატურაში იყო ის, რომ გაფრთხილების, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაიწყო შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის ბრძანებით სპეციალური საშუალებების, მათ შორის რეზინის ტყუების გამოყენება სამართალდამცველებმა და არ მისცეს შესაძლებლობა გაფრთხილებაც არ ყოფილა და არ მისცეს შესაძლებლობა აქციის მონაწილეებს რომ ტერიტორია დაეტოვებინათ. რა პასუხი გაქვთ ამ ბრალდებებზე? მე დღეს ნამდვილად არ შევალ სამართლებრივ ნაწილში და სამართლებრივ განხილვაში იმ ბრალდებებზე, რასაც პროკურატურა აცხადებს და ამბობს, მათ როგორც თქვეს, არ ვიცი, ასობით გამოკითხული ყავთ და აქვთ ამის შესახებ, ასე ვთქვათ, შესაბამისი ცნობები, ბუნებრივია ამაზე იქნება უშუალოდ პროცესზე, სამართლებრივ განხილვის პროცესის დროს ჩვენგან შესაბამისი არგუმენტირებული პასუხები გაცემული. მე უბრალოდ ვიტყვი პოლიტიკურ კონტექსტს, როდესაც დღეს გახარიას დავებიან 20 ივნისის, ასე ვთქვათ, დანაშაულს, სწორედ მათივე განცხადებებით, მაშინ 2019 წლის 60 ივნისის შემდგომ თვითონ ისინიც მათ შორის პირად ივანიშვილიც აცხადებდა, რომ მან დამქმედებით სახელმწიფო ინსტიტუტები გადაარჩინა, ასე ვთქვათ, იმ იერიშს, რაც რეალურად იყო და სახელმწიფო გადაარჩინა მაშინ გადატრიალებას. ცალსახად უნდა აღინიშნოს და ამაზე სტრასბურგის შესაბამისი გადაწყვეტილებაც მეტყველებს, რომ ეს იყო შტურმი, ძალადობრივი შტურმი სახელმწიფო ინსტიტუტზე. ამ ნაწილში კი ადამიანის უფლებათა სასამართლომაც იგივე თქვა, თუმცა კითხვები აქვს სტრასბურგის სასამართლოს და დაავალა ხელისუფლებას ხელახალი გამოძიება იმის გასარკვევად, ხომ არ იყო ძალის გადამეტების შემთხვევები სტრასბურგის სასამართლომ დაავალა ხელისუფლებას სამართლებრივი გამოძიება და არა პოლიტიკურად გამოეყენებინა ეს ნაწილი, რასაც დღეს საკეთებს ოცნება და სტრასბურგის ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას იყენებს პოლიტიკური ნიშნით. დღეს რასაც ის ახორციელებს გახარიას მიმართ, ეს არ არის, ასე ვთქვათ, სამართლებრივი ნორმებით გამყარებული, ეს არის პოლიტიკური კონტექსტით გამყარებული და როგორც თქვი, ივანიშვილის პირველი ინტერვიუდან დაწყებული, როდესაც ის საპარლამენტო არჩევნების რამდენიმე დღით ადრე პირადად დაემუქრა როგორც გახარიას, ასევე მის გუნდს, ამის შემდგომ გაგრძელებული საგამოძიებო კომისიით, როგორც ოცნება ამბობდა, რომ ეს საგამოძიებო კომისია შეიქმნა ამისთვის, რომ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს ჩადენილი დანაშაულები გამოეძია, საბოლოოდ საზოგადოებამ ნახა, რომ ამის მთავარი ერთ-ერთი მიზეზი და არგუმენტი ყოფილა საგამოძიებო კომისიის შექმნის, რომ დღეს ბრალი წარედგინათ, ასე ვთქვათ, გახარიას მიმართ. ამ საგამოძიებო კომისიას ხელისუფლება ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის მაგაზეც ვისაუბროთ, აუცილებლად გაგცემთ მაგაზის პასუხს. ამ საგამოძიებო კომისიაზე არც ერთი ამ ნაციონალური მოძრაობის დროს რეჟიმის ის მთავარი შემოქმედები, იქნებოდა ეს მერაბიშვილი, კეზერაშვილი, თუნდაც სააკაშვილი, არც ერთი არ ყოფილა დაბარებული ამ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში. სამაგიეროდ დაბარებული იყო ორჯერ გიორგი გახარია, სადაც საზოგადოებამ ნათლად იხილა ის პასუხები, რაც ბუნებრივია თითოეულ საკითხზე გასცა თავად გახარია. სამართლებრივი კუთხით თქვენი ლიდერის პასუხისმგებლობას საერთოდ ვერ ხედავთ 20 ივნის განვითარებული მოვლენების გარშემო? რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური კონტექსტი, რაზეც ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ მოლოდინი გქონდა, რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, ამ სამართლებრივ ნაწილზე ბუნებრივია გვექნება ჩვენ შესაბამისი პასუხებიც, იქნება ამაზე მსჯელობა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ამ საქმეს არავითარი კავშირი არ აქვს არც სამართლიანობასთან და არც სამართლებრივ პრინციპებთან. ეს არის პირდაპირ პოლიტიკური, ასე ვთქვათ, დევნა გახარიას მიმართ და ამის მთავარი მიზანი არის ის, რომ გახარიას დისტანცირება მოხდეს პოლიტიკური ველიდან. ეს არის ამოსავალი წერტილი და უმთავრესი საფუძველი. რატომ უნდა იყოს ეს ხელისუფლების ინტერესი? ნახეთ, თქვენ ერთი წლის შემდეგ ბოიკოტის შეცდომად აღიარეთ, შეხვედით პარლამენტში, ხელისუფლებისთვის ეს გარკვეულწილად უნდა იყოს თქვენი ეს ნაბიჯი, ამ შემთხვევაში მისაღები და მათთვის სასარგებლოც, ხომ? ანუ აქედან გამომდინარე, რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს ხელისუფლებას, რომ მოახდინოს ის, რაც არ იმყოფება გიორგი გახარია თან საქართველოში და აქტიურ პოლიტიკაში. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი გახარია დღეს საქართველოში არ იმყოფება, დამერწმუნეთ ის
რომელიც ყოველ წუთიერად არის აქტიურად ჩართული ჩვენს ასე ვთქვათ საშინაო პოლიტიკაში, მათ შორის საგარეო დონეზე აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ასე ვთქვათ საქართველოს ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან აქტიური კომუნიკაციით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები დადებითი ჩვენი ქვეყნისთვის იყოს გადაწყვეტილი. ახლა რაც შეეხება რატომ უნდა აწყობდეს ოცნებას. მას შემდეგ რაც ჩვენი პარტიის დაფუძნების დღიდან ალბათ ყოველთვის ნათელია არაერთი ასე ვთქვათ პოლიტიკური ბრძოლის და პოლიტიკური დარტყმების ასე ვთქვათ ობიექტი გავხდით და ამისი ნათელი მაგალითი არაერთი არჩევნები რაც გავიარეთ 2021 წლიდან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები და თუნდაც ბოლო ეს თვითმმართველობის არჩევნები რაზეც ვიყავით. მთავარი მიზეზი კიდევ ერთხელ ვიტყვი ამ პოლიტიკური დევნის არის ის რომ გახარიას დისტანცირება მოხდეს პოლიტიკური ველიდან რომ ასე ვთქვათ დღეის მდგომარეობით ვისაც რომელ პოლიტიკურ ლიდერსაც და პოლიტიკურ გუნდსაც ასე ვთქვათ პოლიტიკურად ვერ ამარცხებს ოცნება და პირადი ივანიშვილი ეს არის გახარია და ჩვენი პოლიტიკური გუნდი. შედეგები რამდენად არის ამისი ვთქვათ განსაზღვრელი, იმიტომ რომ არც თუ ისე სახარბელო შედეგები ქონდა განსაკუთრებით ბოლო გაუარესებული იყო საპარლამენტოსთან შედარებით ადგილობრივ მუნიციპალურ არჩევნებში თქვენი შედეგები. მუნიციპალურ არჩევნებს ტექნიკურ დონეზეც ვერ შევადარებთ ასე ვთქვათ საპარლამენტო არჩევნებს და ამ თვითმმართველობის არჩევნების საბოლოო შედეგების მთავარი განმაპირობებელი იყო ის პოლიტიკური პროცესები, რაც სამწუხაროდ ოპოზიციურმა ფლანგმა მათ შორის ბოლო 1 წლის განმავლობაში აწარმოა საქართველოში. ეს იყო დაწყებული იმ პოლიტიკური ბოიკოტის პროტესტით, რომელიც შემდეგ სამწუხაროდ უკვე ნაციონალურმა მოძრაობამ და ასე ვთქვათ მისმა დანაყოფებმა უკვე გადაიყვანეს თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტში და ამას ასე ვთქვათ დამატებით დაერთო 4 ოქტომბრის მშვიდობიანი დამხობის ეგრეთ წოდებული რევოლუცია. მათ სამწუხაროდ აწარმოეს არანორმალური კამპანია იმისა, საზოგადოების უმეტესი ნაწილი დაარწმუნეს იმაში, რომ რევოლუციური დამხობებით შეიძლებოდა დღეს ქვეყანაში მიღწეულიყო ხელისუფლების ცვლილება. ამას ასე ვთქვათ დამატებით თქვენ საწინააღმდეგოში რატომ ვერ დაარწმუნებთ თქვენი ელექტორატი? ამაში ამ პროპაგანდას ოპოზიციურ ნაწილს აქტიურად ეხმარებოდა სამთავრობო პროპაგანდაც. თქვენ ალბათ ძალიან კარგად გახსოვთ სამთავრობო პროპაგანდის მედია საშუალებებში დღეში რამდენჯერმე საკმაოდ აქტიურად გამოყავდათ ოპოზიციური სპიკერები, რომლებიც მაშინ თავს იწონებდნენ ასე ვთქვათ რევოლუციური სცენარების ორგანიზატორობით და ხალხს თავადაც არწმუნებდნენ, ანუ ეს ოცნების პროპაგანდისტული საშუალებითაც არწმუნებდნენ არ მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა. საბოლოო ჯამში ამ ყველაფერმა ასე ვთქვათ გამოიღო ის შედეგი, რომ აურჩევლების უმეტესობა არ მივიდა არჩევნებზე. აქ მეორე მხრივ 4 ოქტომბრის პროვოკაციულმა ასე ვთქვათ რევოლუციურმა შედეგებმა საბოლოოდ დააზიანა ის პოლიტიკური პროცესები, რაც შეიძლება ითქვას გასულ წელს უფრო შეიძლება მძლავრი იყო ვიდრე დღეს. გასულ წელს მათ შორის ამ პროვოკაციულმა რევოლუციურმა სცენარმა უმთავრესი რაც დააზიანა ეს იყო მშვიდობიანი პროტესტის სულისკვეთება და დამერწმუნებით ალბათ იმაში, რომ შარშან მშვიდობიანი პროტესტი გაცილებით უფრო მძლავრი იყო მშვიდობიანი პროტესტი. პოზიცია მოსმენილი, მაგრამ ისევ მთავარ თემას რომ დაუბრუნდეთ ბატონო გიგანახეთ, მაინც აი რეზინის ტყვეების გამოყენებაზე რაც არის ამ გამოძების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, ხო? გიორგი გახარიასაც ადანაშაულებენ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებში და პოზიციების სრულებაში. თუნდაც დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომაზე მისი გამოსვლის რამდენიმე ფრაგმენტი რომ გავითვალისწინოთ, იმიტომ რომ თავდაპირველად ითქვა რომ მას არ გაუწია ბრძანება რეზინის ტყვეების გამოყენების შემდეგ, თქვა რომ მხოლოდ პოლიციელების სიცოცხლის საფრთხის შემთხვევაში შეეძლოთ მათ რომ ეს რეზინის ტყვეები გამოეყენებინათ. ანუ თქვენი პარტიის პოზიცია როგორი არის, იმიტომ რომ თქვენი ლიდერი არის რეალურად გაიცა თუ არა 19 ივნის უშუალოდ შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის მხრიდან რეზინის ტყვეების გამოყენების ბრძანება. რეალურად შინაგან საქმეთა მინისტრისგან მაშინ არ გაცემულა ბრძანება და ამაზე მეტყოლებს ერთი ფაქტი, არ ვიცი შეიძლება გააქვთ ამაზეც ინფორმაცია, სტრასბურგის სასამართლოში დაზარალებული ხარის ადვოკატი თავადვე აცხადებდა იმას, რომ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრისგან ბრძანება ტყვეების გამოყენებაზე არ გაცემულა, არამედ პირიქით ის მოუწოდებდა შესაბამის სამსახურებს და პირებს, რომ ამ მიმართულებით შეეწყვიტათ, ასე ვთქვათ, რეზინის ტყვეების გამოყენება. ხო, მაგრამ ის ხელმძღვანელობდა და თავადაც დაადასტურა, რომ მხოლოდ ის არის პასუხისმგებელი და ის ხელმძღვანელობდა ოპერაციას. სამართლებრივ შეფასებებში ნამდვილად არ შევალ. დღეს ყველასთვის ნათელია და ცხადია, რომ მაშინ
ბრძანება არ გაცემულა, ამაზე თავადვე დღეს ვინც გამოდის ოცნების წარმომადგენლები, დღეს ვინც გამოდიან და ბრალზდებენ გიორგი გახარიას, თავადვე იწონებდნენ თავს, თავადვე ამბობდნენ, რომ მაშინ გახარიამ გადადგა სწორი ნაბიჯი და გახარიამ გადაარჩინა მაშინ სახელმწიფო ინსტიტუტი გადატრიალებას. ანუ არ დაემორჩილნენ მაშინ გიორგი გახარიას, რომელიც მოუწოდებდა თქვენივე სიტყვებით რომ თქვათ, რომ არ გამოიყენებინათ და თუ არ დაემორჩილნენ რეაგირება რატომ არ იყო მაშინ თქვენი ლიდერის მხრიდან? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სამართლებრივ ნაწილში შეფასებაში არ შევალ. ანუ ჯერ რატომ არ შეხვალთ? ანუ ჯერ არ გაქვთ სამართლებრივი პოზიციები დასაბუთებული და ჩამოყალიბებული თუ სამართლებრივ ნაწილზე შესაბამისი უკვე პროცესები რო წავა, ბუნებრივია მანდ იქნება ყველა კითხვას პროკურატურის მხრიდან, საგამოძიებო სამსახურების მხრიდან რა კითხვებიც დაისმება, ბუნებრივია არგუმენტირებული პასუხი გაეცემა. დღეს არ ვარ ჩვენ ახლა ინფორმაციში, მე სამართლებრივ ჭრილში განვიხილო კონკრეტული ფაქტები. მაგრამ ფაქტია ცალსახაა, რაზეც ფაქტები მეტყველებენ გახარიას მხრიდან მაშინ ბრძანება არ გაცემულა, ეს იცის საზოგადოებამაც და მათ შორის ეს იცის ვინც ბრალზდებს. 6 წელია გასული და არ გაქვთ კითხვაზე, ამ კითხვაზე პასუხი, ანუ გუნდის შიგნით მაინც არ გემსჯელიათ, მაშინ რა მოხდა? კიდევ ერთხელ სამართლებრივ ნაწილში არ შევალ, რაც მოხდა, ამაზე ჩვენი მხრიდანაც არგუმენტირებულად გაეცემა პასუხები, ასე ვთქვათ, სამართლებრივი პროცესის დროს და შეუძლიათ სხვა მხარეებს დაელოდონ სურპრიზებს. თქვენი პარტიის ლიდერები ძალიან ხშირად საუბრობენ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებაზე. მათ შორის თქვათ ცალკეული პოლიტიკური ძალების მისამართითაც. ჩვენ გვახსოვს, რომ რა თქმა უნდა ქართული ოცნების მისამართითაც არის ბევრი კითხვა, მაგრამ გვახსოვს, რომ მაშინ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო ორმა ადამიანმა, პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ, რომელიც გადადგა, ასევე ზაქარია ქუცნაშვილმა დეპუტატის მანდატი დატოვა, სწორედ ის იყო ორგანიზატორი აი ამ მართლმადიდებლობის პარლამენტაშორისი კონფერენციის გენერალური ასამბლეის სესიის მოწყობის. სამართლებრივს თქვენ ვარყოთ, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, როგორ ფიქრობთ, არ უნდა აიღო მაშინ შინაგან საქმეთა მაშინდელ მინისტრს და არ უნდა გადამდგარიყო? პოლიტიკურ პასუხისმგებლობას რაც შეეხება, კარგად აღნიშნეთ თქვენ, რომ მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე თანამდებობიდან გადადგა. ამ 20 ივნისის მთავარი საფუძველი იყო, ასე ვთქვათ, თავად გავრილოვის მოწვევა პარლამენტში და მისი მისთვის პარლამენტის ტრიბუნის დათმობა. და როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ პასუხისმგებლობა აიღო მაშინ და თქვენ რომ ამბობთ, რომ გადადგა თანამდებობიდან, ეს იყო სწორედ ის ადამიანი, ვინც გავრილოვს მაგ დროს მასპინძლობდა ჭიქით ხელში და ღვინოს უჯახუნებდა, ხო? შესაბამისად, იმედია დღესაც როგორც პრემიერ-მინისტრი ისე აიღებს პასუხისმგებლობას იმ ნაწილზე, როგორ მოხდა. რატომ გააპროტესტა თქვენმა ლიდერმა მაშინ ეს ფაქტი? ჩვენი ლიდერი იყო შინაგან საქმეთა გუნდის შიგნით გამოხატა ამაზე. ჩვენი ლიდერი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, ის ასრულებდა თავის მოვალეობას და დანარჩენი ახლა შიგნით რა პროტესტი. გავრილოვის ვიზიტზე გიორგი გახარიამ პრეტენზია გამოთქვა, როდესაც ის იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, გუნდის შიგნით მაინც? გავრილოვის ვიზიტზე გახარიას ბევრჯერ აქვს თავის პოზიცია დაფიქსირებული, მათ შორის ბევრი ეს საჯაროდ მოგვისმენია კი, ახლაც მოგვისმენია, მაგრამ დასრულდა მე ვერ ვასრულებ კონტექსტს. ითქეთ ახლა დღეს მოქმედ ოცნების წარმომადგენლებს, ვინც დღეს ბრალზდებენ, ასე ვთქვათ, გახარიას და გიპასუხებენ ისინი, რა პრეტენზიები ჰქონდათ ან თუნდაც მათ და რა პრეტენზიები იყო მათ მიმართ, ხო? დღეს კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ პარლამენტის თავმჯდომარე მაშინ იღებდა პასუხისმგებლობას, დღეს როგორც პრემიერ-მინისტრმა აიღოს პასუხისმგებლობა იმ ღონისძიების ორგანიზატორობაზეც, ჩამოყვანაზეც, თავად გახლდათ პარლამენტის თავმჯდომარე და თვითონ მასპინძლობდა გავრილოვს ღვინით ხელში. გადადგა და შინაგან საქმეთა მინისტრს დააიღო თუ არა პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ გადადგა მას შემდეგ რა მოვლენების მოყვა. ცალკე კითხვებია, მაგრამ უშუალოდ თქვენი ლიდერის, რომელიც მაშინ იკავებდა შინაგან 20 ივნისის თემაზე ვართ მოსული რომ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ 20 ივნისის თემა არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სისხლის სამართლებრივი დევნა იწყება გიორგი გახარიას წინააღმდეგ. ანუ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, შინაგან საქმეთა მინისტრი იყო 240-მდე ადამიანი დაზარალდა. ანუ პოლიტიკური პასუხისმგებლობა მაინც არ უნდა აიღო შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელიც ხელმძღვანელობდა აქციის დაშლის ოპერაციას. ამ ასე ვთქვათ 20 ივნისს რა თქმა უნდა ყავს დაზარალებულები და ჩვენ არაერთხელ გვითხოვს რომ ის ტრაგედია რაც იყო ადამიანური ტრაგედიები ამაზე რა თქმა უნდა ძალიან სამწუხაროა როგორც იყო ერთ მხარეს დაზარალებული როგორც მოქალაქეები ასევე მაშინ დაზარალდნენ ის პოლიციელები ვინც იცავდნენ ჩვენ სახელმწიფო ინსტიტუტს ხო ფაქტია მაშინ სამწუხაროდ ასე ვთქვათ ოპოზიციური ფლანგის რადიკალურმა ოპოზიციამ შტურმი მიიტანა სახელმწიფო ინსტიტუტზე და
მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი, სამინისტრო, ასევე ის პოლიციელები კეთილსინდისიერად იცავდნენ სახელმწიფო ინსტიტუტს და იცავდნენ სახელმწიფოს გადატრიალებისგან და იმ უბედურებისგან, რაც შეიძლება მოყოლოდა ამ გადატრიალებას, ხო? ამაზე გვაქვს დღეს ჩვენ საუბარი და ეს ადამიანები დღეს ვინც გამოდიან და გახარიას დებენ ბრალს ამ კონკრეტულ საქმეში, მაშინ ქებადიდებით ამკობდნენ, რა თქმა უნდა, არც მაშინ ქონდა მათ ქებას გახარიასთვის არაფრის ფასი და მაშინ იყო კი, ჩვენ მოგვისმენია, ამაში გეთანხმებით, ნამდვილად აქებდნენ, სუპერძალოვან მინისტრად მოიხსენიებდნენ, მაგრამ ნახეთ, პრემიერ-მინისტრმა ცოტა ხნის წინ ისიც თქვა, რომ თავად მაგალითად ერთ-ერთი იყო, ვინც ეწინააღმდეგებოდა გიორგი გახარიას პრემიერის პოსტზე წარდგენას და ამაზე გამოთქვა კიდეც, ირაკლი კობახიძემ ასეთი განცხადება გააკეთა და დააფიქსირა კიდეც თავის პოზიცია, თუმცა შემდგომ, როგორც მან თქვა, გაისმა ზარი და ეს თემა დაიბლოკა. იყო ასეთი, ანუ რეალურად მაინტერესებს ქართული ოცნების გუნდის შიგნით ივნისის მოვლენების შემდეგ გიორგი გახარიამ მიიღო თუ არა ვთქვათ შენიშვნები, პრეტენზიები, საყვედურები 20 ივნისის აქციის დაშლის ოპერაციის წარმართვის გამო. თქვენ როგორ გონიათ, მაშინ გიორგი გახარია ვინმესგან შენიშვნებს მიიღებდა, მაშინ როდესაც თავად ივანიშვილი გახარიას ქმედებას აფასებდა დადებითად, აფასებდა ისე რომ მან სახელმწიფო გადაარჩინა გადატრიალებას და ამის შემდგომ წარადგინეს პრემიერად, ამის შემდგომ იყო ასევე არჩევნები, სადაც ის იყო პირველ ნომრად წარდგენილი და დღეს აი თქვენ ვინც ახსენეთ მოქმედი პრემიერი კობახიძე ასე ვთქვათ ამბობდა რომ ბევრი ბზუვის მაგრამ გახარიასთან ბევრი ტყუისო აი ეს არის მაშინაც მათ შეფასებებს არანაირი ფასი არ ქონდა მათ შეფასებებს არანაირი ფასი არ ქონდა და დღესაც არ აქვს არანაირი ფასი მათ შეფასებებს შიგნით იყო კითხვები და შენიშვნები ვისგან იყო შენიშვნები? გუნდის შიგნით მაგალითად. არ ვიცი მე ახლა დღეს ჩატარებულ ოპერაციაზე, ბასიანის ოპერაციაზე, 20 ივნისის მოვლენების ოპერაციაზე და ეს თავის დროზევე, როდესაც ის ჯერისავ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და სანამ გადაიყვნენ პრემიერის პოსტზე, ანუ მაშინვე უკვე გუნდის შიგნით იყო ამას ამბობენ უკვე დღეს და ეს არის ასე ვთქვათ ოცნების იმ ბინძური პროპაგანდის ნაყოფი, რასაც ისინი გახარიას მიმართავენ რეალურად ბევრ მათგანს ვინც დღეს დავასრულებ. ბევრ მათგანს ვინც დღეს გამოდის კამერებთან და კეკლუცობს იმით, რომ გახარიას შენიშვნებს აძლევდა, გახარიასთვის შენიშვნის მიცემა კი არა, გამარჯვების თქმის ერიდებოდეთ. ეს არის ერიდებოდათ. ეს არ ვიცი, ეს კითხეთ მათ და ისინი გეტყვიან, ეს არის ის რეალობა, რაც მაშინ იყო და დღეს არის. რაც შეეხება ჩორჩანაზე მთავარი პრეტენზია არის, რომ ეს იყო ერთპიროვნული შეუთანხმებელი გადაწყვეტილება, რომელიც არ შეთანხმდა არც სუსთან, არც პრემიერ-მინისტრთან, არ იყო კოორდინაცია შესაბამის უწყებებთან, არ იყო საქმის კურსში ჩაყენებული ევროკავშირის მისია. როგორია თქვენი პასუხი? რაც შეეხება ჩორჩანას, აქ პასუხი ნათელია და ცალსახა შინაგან საქმეთა მინისტრს ედავებიან იმ ქმედებას, რომელმაც რეალურად რომლითაც მან დაიცვა ჩვენი ქვეყნის მიწა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორია ოკუპანტებისაგან. მე მინდა საზოგადოებას გავახსენო, შეიძლება იცით თქვენს 2019 წელს რუსული პროპაგანდისტული მედიის საშუალებით, სპუტნიკის საშუალებით 2019 წელს მას შემდეგ, როდესაც ეს საგუშაგო დაიდგა სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლის ბიბილოვის მიერ, მაშინ ასე ვთქვათ, გამოითქვა ეს მოსაზრება და გააკეთა განცხადება, რომ ისინი ყველად ღონეს მიმართავდნენ იმისთვის, რომ ეს კონკრეტული ბლოკპოსტი და საგუშაგო მოეშორებინათ იმ ადგილისგან. 2019 წლის ამ მოვლენების გაგრძელება სამწუხაროდ, რასაც დღეს ჩვენ ვადევნებთ თვალს. ეს ბრალდება ასე ვთქვათ, გახარიას მიმართ კი არ არის წარდგენილი. დღეს სამწუხაროდ ოცნება ვერ ხვდება, ვერ აანალიზებს იმ მოცემულობას, რომ ისინი ამ ქმედებით საფრთხეს უქმნიან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენი ქვეყნის ასე ვთქვათ უსაფრთხოებას და დღესაც მათ შორის, როდესაც საგამოძიებო კომისიაზე ეს კითხვები დაისვა და საგამოძიებო კომისიის შემდეგ ამ მიმართულებით ასე ვთქვათ აქტუალურად მოქმედებდა ოცნების წარმომადგენლები, ამის შემდგომაც სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლები გამოდიოდნენ განცხადებებით და ასე ვთქვათ უწონებდნენ მოქმედებას ქართული ოცნების წარმომადგენლებს. სხვა რომ არაფერი მხოლოდ ამის გამო მაინც უნდა დაფიქრდეს ოცნების წარმომადგენლები. გადაწყვეტილება იყო შეთანხმებული ვინმესთან, პრემიერ-მინისტრი იყო საქმის კურსში. პრემიერ-მინისტრი მაშინ მოქმედებდა თავისი ასე ვთქვათ უფლებამოსილების ფარგლებში და დამერწმუნეთ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მაშინ პრემიერ-მინისტრს შინაგან საქმეთა მინისტრს რო არ მოქმედა, ალბათ დღეს ოცნება მიმართავდა სხვა ბრალდებით და მას უმოქმედებაში დაადანაშაულებდა. ეს არის ის რეალობა, რასაც ვერ გავეცე. პრემიერი ინფორმირებული.
რა თქმა უნდა, როგორც გიორგი გახარიამ საგამოძიებო კომისიაზე განაცხადა, შესაბამის უწყებებს ყოველას ჰქონდათ ამაზე ინფორმაცია, მაგრამ დღეს ისეთ პოლიტიკურ მოცემულობაში ვართ, რომ ბევრი ადამიანი, ვისაც ამაზე ინფორმაცია ჰქონდათ, ალბათ თავად არიან დამხმარე და უარს ამბობენ ამ მიმართულებით, რომ მათ ჰქონდათ ინფორმაცია. მაშინ, როდესაც სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება არის დაანონსებული თქვენი ლიდერის მისამართით, როგორ გესახებათ პარლამენტში საქმიანობის გაგრძელება, ცოტა ხნის წინ შეხვედით საკანონმდებლო ორგანოში, ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ? ჩვენ რა თქმა უნდა, როგორც წეგავ თქვი, ამის მოლოდინი გქონდა თუნდაც იმ ბოლო საგამოძიებო კომისიაზე გაკეთებული განცხადებების შემდეგ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ იმ დღის წესრიგს, რა დღის წესრიგითაც მოქმედებდით, თუნდაც ერთი წლის წინ პარტიის დაფუძნების დღიდან ამ დღის წესრიგისთვის არ გადაგუხვევია იმ მოტივით, რომ ან გახარიას, ან ნებისმიერ თითოეულ ჩვენთაგანს რამე პოლიტიკური საფრთხე დაგვემუქრებოდა თუ არ. ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ასე ვთქვათ, ქვეყნის ევროპული იდეის შენარჩუნების ინტერესიდან გამომდინარე და დღესაც სწორად მიგვაჩნია ის პოლიტიკური ნაბიჯი, რაც ამ ბოლო ერთი წლის ასე პროცესების გავლის შემდეგ მივიღეთ პარლამენტში შესვლის ნაწილში. შესაბამისად, ჩვენ რა თქმა უნდა ვაპირებთ აქტიურად ვიყოთ წარმოდგენილი პარლამენტში, აქტიურად გამოვიყენოთ ის საპარლამენტო ტრიბუნა, იმისათვის რომ საზოგადოებას დავანახოთ რეალობა, დავანახოთ ალტერნატივა გარდა იმისა, რასაც ასე ვთქვათ, ოცნება როგორც პროპაგანდისტული მედია საშუალებებით, მათ შორის პარლამენტის ტრიბუნიდან ასე ვთქვათ, თავისი ბინძური პროპაგანდის საშუალებით ტირაჟირებს. დიდი მადლობა, გიგა ფარულავა, გახარია საქართველოსთვის პოლიცაბჭოს წევრი, პარლამენტის დეპუტატი, პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს პირდაპირ ეთერში.